ბერიანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდი წარმოგიდგენთ. ინტერნეტ გადაცემას სიცოცხლის ხიდი. გამარჯობა, ჩვენ ისევ ბედნიერ სახლში ვართ და ძალიან კარგი ლამაზი სტუმარია დღეს ჩვენთან, ხომ ასეა? კი. ადამიანი, დიზაინერი თინათინ მაღალაშვილი, რომელიც პირველი დღიდან გულშემატკივრობთ და მეგობრობთ ამ ფონდთან, თქვენი ჩვენებები, რომელიც იყო საქველმოქმედო და ასე შემდეგ. მაგრამ მოდი დავიწყოთ თავიდან. კი ბატონო. პირველ რიგში ძალიან მიხარია რომ მოვახწია დამთავრებულ სახლში, იმიტომ რომ მე შენების პროცესში ბევრჯერ ვარ ნამყოფი და არ ვიცი, ალბათ ეს მართლა ძალიან ბედნიერი სახლია და მიხარია რომ მეც რაღაცა წვლილი მიმიძღვის. როგორ დაიწყო ჩვენი მეგობრობა? 2012-ში მე მგონი 2012-ში პირველი საქველმოქმედო ჩვენება გავაკეთეთ მე და თამთადემურიშვილმა ლიკემი დაავადებული ბავშვებისთვის ეს იყო ეროვნულ ბიბლიოთეკაში და ერთ-ერთმა ტელევიზია მიგვიწვია როგორც ასე ვთქვათ საქველმოქმედო საქმეების გამკეთებლები მიგვიწვია და ამ ეთერში იყო დედა თინათინი და როდესაც საუბრობდა ერთი ფრაზა იყო რომელიც ძალიან მომხვდა გულზე რომ ჩვენ ყოველთვის ლეიკემიანი ბავშვების ჭრდილში ვართ და ჩვენც მოგხედეთ ჩემ ერთ-ერთი მშვილობილი მახლდა პაატა და მან თქვა მაშინ ეს რომ ლეიკემით დაავადებული ბავშვების ჭრდილში ვცხოვრობ ჩვენო მაშინ ისე გაყოფილი იყო სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების ტბაზე კურნალობდნენ და ლეიკემით დაავადებულები იაშვილში ხო აი ეგ ფრაზა მახსოვს ძალიან, აი დღემდე მახსოვს ხოლმე და დედა თინათინი რომ მოვიდა ჩვენთან სალაპარაკოს მე ვთქარ რომ აი ამის მე თქვენს გვერდით ვიქნები და რამდენი წელი გავიდა 14 წელი გავიდა მაშინ მახსოვს ფონდს ძალიან უჭირდა იმიტომ რომ არც სახლი არც არავინ არ ვიცნობდა და პირველი წელი იყო როდესაც მახსოვს გამწარებული ვეძებდი ნაძვის ხეს ბავშვებისთვის ყველას მივადექით რომ ბავშვებისთვის ნაძვის ხე გაგვეკეთებინ ანუ ძალიან მძიმე პერიოდი ერთად გამოვიარეთ ვაკეთებდით სხვადასხვა ღონისძიებებს სტაბილურად ახალწლად სათამაშოებს სახალწო სათამაშო იყო ჩართული მეუღლეც და შვილიც კი მოყავდა დიზაინერები ადგილზე ვაკეთებდით მაშინ მეორე სახლში ადგილზე ვაკეთებდით ხოლმე მარტივი იყო იმ ხალხის მოზიდვა ამ კარგი საქმისთვის იმიტომ რომ დღეს მე მგონია რომ ბევრად მეტი ადამიანი უნდა იყოს ჩართული ამ კეთილ საქმეში მაგრამ არ არის მოდით ესეთ რაღაცას ვიტყვი მე ამას გვერდიდან ვუყურებდი და როდესაც ვაკეთებდი საქველმოქმედო ჩვენებას მე დავიწყე უკვე მხოლოდ საქველმოქმედო ჩვენებების გაკეთება საქართველოში, იმიტომ რომ მე ძირითადად საზღვარგარეთ მქონდა ჩვენებები და კი, ძირითადად მქონდა უკვე საზღვარგარეთ ჩვენებები, მიწვევები და საქართველოში მაშინ ვაკეთებდი მხოლოდ საქველმოქმედო ჩვენებს და მხოლოდ ბერიანდრიას ფონდისთვის. როდესაც დავიწყე ამ მიმართულებით მუშაობა, მაშინ ასე ვთქვათ, მოდაში არ იყო ქველმოქმედება. ეს იყო ძალიან მძიმე პერიოდი და მიწევდა რაღაცების მოფიქრება, მივდიოდი კომპანიებთან და ვეუბნებოდი რომ აი თქვენ გადარიცხეთ ბერიანდრიას ფონდში, მე არ მჭირდება თქვენი თანხა, მე გავაკეთებ ჩვენებას, თქვენ ჩაგეთვლებათ რომ მე რეკლამასაც გაგიკეთებ, თქვენ ორმაგად მოგებული იქნებით და მართლა გითხრათ ძალიან თამამად ვთხოვდი ამ თანხებს და ყოველთვის ჰქონდა ხოლმე შედეგი. შემდეგ ჰქონდა ესეთი ანუ მოდიოდნენ კომპანიები ამ კეთილ საქმეზე. არა, მაგრამ მოდიოდნენ. ძალიან რთული იყო ამ ხალხის მოზიდვა. მე ვიფიქრეთ ესეთი რაღაცა ყუთი, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვდგამდით ყუთს, სადღაც კუთხეში, ჩვენ ესეთი ტაქტიკა გქონდა, ვინც ვაკეთებდით ჩვენებებს, რომ თქვენ რახან მოხდით ამ ჩვენებაზე, მოწვევით, თქვენ ვალდებული ხართ, რომ წვლილი შეიტანოთ და ამ ყუთით დადიოდნენ მოდელები და ასე ვადგებოდით ყველაც სათითაო და ვალდებულს ვხდიდით, რომ ჩაეგდოთ ყუთში თანხა, იმიტომ რომ გვერდით დადგმული ყუთი ეს არ იყო ეფექტური, ანუ არც ახლა არ არის გვერდით დადგმული ყუთი ეფექტური. ჩვენ გქონდა ეს მომენტი, რომ თქვენ რადგან ამ საღამოზე ხართ მოხვედრილი, ვალდებული ხართ რომ წვლილი შეიტანოთ. ანუ რაღაცა კუთხით ჩვენ ვავალდებულებდით, მაგრამ ხალხი ამაზე ყოველთვის მოყვებოდა. ყოველთვის ჰქონდა სავსე დარბაზი. მე მახსოვს პირველი ღონისძიება, როდესაც გავაკეთეთ შერატონში, პარტნიორი იყო ჩვენი შერატონი.
ძალიან 2014-ში დაახლოებით რამდენი ადამიანი იყო 500 კაცი შტატ დაიწყო 500 მახსოვს დავამატეთ რიგები ძალიან ეფექტური იყო მე მახსოვს მეგი და ლიზისთან ერთად გამოვიდეს ბავშვები კი რა თქმა უნდა იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის როდესაც ვაკეთებდით ჩვენ ხას უსვამდით რომ ეს არის ამ კონკრეტული ფონდისთვის გაწეული მუშაობა და ნამდვილად არ მეზარებოდა კი არა ბედნიერი ვიყავ იმიტომ რომ რეალურად მე მომეცა მაშინ ამისი შანსი რომ გამეკეთებინა ბოდიშით მოდი ხო არ გავწყვიტოთ არ გავწყვიტოთ ჩვენ ყველას იგივე გვემართება აქ ისტორიების გახსენებისას ეს არ არის სევდის წრემლები ეს არის ბედნიერების წრემლები რომ ამდენი წლის განმავლობაში ასე მოყვებით აი ამ კეთილ და ყველაზე კარგ საქმეს რასაც აკეთებს დედა თინათინი ასეა დედას ვიცავარ ამდენი წლის განმავლობაში მე ვერ შევეჩვი ამ ემოციას იმიტომ რომ მე მახსოვს დედა თინათინს ვუთხარი როდესაც ფონდში იყო ხოლმე როდესაც მოვდიოდი რაღაცა მძიმეში როგორ ეგუები ამ ყველაფერს იმიტომ რომ წლები გადის და დღემდე მიჭირს ხოლმე რაღაცებზე შეგვეპრე ლიზიკო გამახსენდა მე მახსოვს მე იყო ჩვენი ძალიან დიდი გამარჯვება, იმიტომ რომ მეგის ფოტოს დღეს რო უყურებ, ეს იყო ყველაზე დიდი გამარჯვება, რაც კი ფონდს ქონია იმ პერიოდში, ეს იყო ჩემთვისაც ძალიან დიდი სტიმული, რომ მეგი გადავარჩა. ხო, გადარჩა და გადარჩინეს ქართველმა ექიმებმა, როდესაც ყველა მახსოვს ურთულესი ოპერაციით. კი, მახსოვს. და ანუ ყოველთვის ვიყავი დიდი мотивация იყო ჩემთვის, ყველგან დავდიოდი და ვამბობდი რას აკეთებს ეს ფონდი, იმიტომ რომ როდესაც ჯერ ფონდს არ იცნობს, ანუ გჭირდება შენ იმისი, ასე ვთქვათ, რეკლამის გაწევა ამ ფონდის. სამწუხაროდ გჭირდება. ესე გჭირდება, იმიტომ რომ აი ფონდი ბევრია და როდესაც ვამბობდი რომ რისთვის არსებობს ეს სახლი, რომ იმას ვთქვათ, რისთვის არის ეს სახლი, ყოველას ამას ვეუბნებოდი რომ იმიტომ რომ როდესაც ჩამოდიან ბავშვები სამკურნალოდ, მათ მოყვებათ მშობლები, მათ სჭირდებათ, ანუ დაძმები პირველი იყო დედათინათინი, ვინც არა მარტო პაციენტი მიიღო, არამედ მათი დედმამიშვილები რომ ოჯახში თანასწორად იყოს. შემდეგ უკვე როდესაც გაჩნდა პარალელური ფონდი, რომელიც მხოლოდ მკურნალობას აფინანსებდა, ამან რაღაცა დოზით ხელი შეუწყო, მაგრამ ხელი შეუშალა. მე ვიცი ფონდის საქმიანობას და გეტყვით რატომ, იმიტომ რომ შეიძლება ეხლა ძალიან კონკრეტულამდე დავედი, მაგრამ მე თინათინის ნებართვით ამას ვიტყვი, იმიტომ რომ როდესაც აფინანსებ ბავშვს, რომ წავიდეს სამკურნალოდ, იმ ბავშვს მარტო არ უშვებ, ხო, იმ ბავშვს მშობელი უნდა გაყვეს, უნდა იმ მშობელმა იქ იარსებოს, ზუსტად პარალელურ რეჟიმში ამას ფონდი აკეთებდა და რეალურად სოლიდარობის ფონდმა კი იტვირთა თავის თავზე მძიმე საქმეები, მაგრამ ამ ფონდმა კიდევ უფრო მეტი ფუნქცია და კიდევ უფრო მეტი სირთულეები გაუჩნდა, იმიტომ რომ სადაც მივიდიოდი გვეუბნებოდნენ სოლიდარობის ფონდი ხო აფინანსებს, მაგრამ ჩვენ გვჭირდებოდა უკვე პარალელურად ახსნა პარალელურ რეჟიმში რატომ არის საჭირო ბერი ანდრიას ფონდის არსებობა. და რეალურად ეს იყო ძალიან დიდი სირთულეების გზა, რომელიც ერთად გავიარეთ. და დღეს იმიტომ რომ მე ხშირად ვერ მოვდივარ და აი რომ მოვედი აი ბედნიერი ვიყავი რომ დამხვდა სახლი დამთავრებული იმიტომ რომ შენების პროცესშიც ხშირად მოვდიოდი ხოლმე და უბრალოდ დიდი ხანი მომიწია რომ არ ვარ სულ დავფრინავ ჰაერში სადაფრინავ რა თქმა უნდა ჩემი ძირითადი პროფესია რაც არის დიზაინერი ამას დაემატა უკვე საქართველოს მოდის კვირაულის ორგანიზატორი და გარდა იმისა რომ მე დავფრინავ როგორც დიზაინერი, დავფრინავ როგორც საქართველოს მოდის კვირაულის ორგანიზატორი. ხანდახან ვფიქრობ, რა მინდოდა ამ ხელა პასუხისგებლობა რომ ვიტვირთე, იმიტომ რომ რეალურად ჩემთვის დავფრინავდი ჩიტივით, თავისუფალი ვიყავი, ხო, მაგრამ რაღაცა მონაკვეთში ხუთი ისეთი სერიოზული მოწვევა მედო ერთდროულად რომ მივხვდი რომ ერთი ადამიანი ამდენს ვერ გავწდებოდი და მაშინ ვიფიქრე ზუსტად ყველაფერი მე რაც დავაგროვე ეს ერთი ადამიანისთვის ძალიან ბევრია და მაშინ მივხვდი რომ ეს ჩემი გამრილი გზა ესეთი გასუფთავებული გზა უნდა გამეზიარებინა სხვა დიზაინერებისთვის რომლებიც იწყებდნენ მუშაობას რომლებიც იწყებდნენ ახალბედები და ზუსტად ამ გზაზე მიყვავს უკვე მე-7 სეზონს ვატარებ აქვე დაგპატიჟებთ თინათინი ყოველთვის ჩვენი სტუმარია ყოველთვის ესწრება მის გარეშე როგორც მე ვთქვათ ბერი ანდრიას ფონდი წარმოუდგენელია ვთქვათ თინათინის გარეშე თინათინის ნებისმიერი ნაბიჯი წარმოუდგენელია დედა თინათინის გარეშე იმიტომ რომ მე მახსოვს ერთხელ რაღაც ძალიან დიდი სირთულე გადაიტანა და მირეკავს ტელეფონზე აი დღემდე მახსოვს
ვიღებ ტელეფონს თინ როგორ ხარ აი თინ არასოდეს მიმატოვო გეხვეწები არასოდეს მიმატოვო ეგეთი რეაქცია ქონდა ეგეთები ხდება ვერ წარმომიდგენია რომ ოდესმე მამას ძალიან ახლობელ ადამიანებთან თუ ვიტყვი ხო იმიტომ რომ ჯერ არ მინდა რომ სხვებიც დავაბრკოლო თან კიდევ ძალიან ახლობეს თუ ვეტყვი ნუ ვიზზე დაამწყდა გული მეტკინა ძალიან ბევრი ასეთი დამცირება მიმიღია მართლა იმიტომ რომ მე თვითონ ახლა ბუნებით ხო ისედაც ნუ სვანი ვარ და ძალიან სვანი ვარ და ისე მიჭირს ხოლმე და ჩემ თავს ვებრძვი მაშინ აბა ეხა შენ ხო შენი თავის იმაზე არა ხარ მოსული აქ რომ დაამტკიცო როგორი მაგარი ხარ ან ვინ ხარ რომ ეს ვიღაცა პაწაწინა გოგო ძალიან მაშინ გამახსენდა ერთ-ერთი კომპანიის ძალიან ცუდად მოიქცნენ და ძალიან გული დაამწყდა და ნუ ეგრევე დავალაგე ჩემში რომ თქვი რომ ეხა შენ მილედი არა ხარ შენ დედა თინათინი ხარ და აქ რომც გაგლახონ უნდა თავი დახარო და ისე უნდა გახვიდე იმიტომ რომ ჩემს უკან ჩემი შვილები და მათი ოჯახები დგას თუ არა მე რო ცალკე მე მარტო ვიყო რა თქმა უნდა ყველას გავცემდი საკადრის პასუხს მაგრამ აი ამას არ ვაკეთებდი ერთადერთი რომ გამოვიდოდი ხა მეც ადამიანი ვარ და ხომ და დავიცალო და ესე ერთ-ერთი ძარი იყო და მე მინდა აქვე რომ გაჩვენოთ თინათინს კი აღარ უნდოდა მაგრამ მე ვეძახი თინათინს ფერიას ჩემთვის მართლა ფერია არის და აი ეს მოგვიტანა ავტოპორტრეტი ფაქტიურად ხო გვაჩიკა და ისე და ძალიან გამიხარდა და სულ ან რომ დავწერ ან კომენტარს ან რამე სულ ვამბობ რომ ჩვენი ფერია ხარ მართლა ადამიანი რომელიც სულ ესია კი აი ეს როგორც ხელოვანი ხო ცოტა ეს ემოციები უცებ გამოდის ხოლმე და ძალიან ბევრი უტირია ეხაც ლიზიკო გაახსენდა და იმიტომ იტირა მაგრამ მადლობა ღმერთს მეგი დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარიც იყო და არაჩვეულებრივად აგრძელებს ცხოვრებას და ძალიან კარგადაც სწავლობს და როცა წარმატებული ბავშვი არის ხშირად შემოდის ხოლმე ჩემთან სამსახურში იქვე სწავლობს ხო ანუ კონტაქტი გაქვთ ხოლმე ხედავთ ძალიან ის ოპერაცია როდესაც დაინიშნა მე თამთა და თინათინი ვიყავით ოპერაციის წინ გავამხნევეთ ყველაფერი ოპერაცია ძალიან დიდხანს გრძელდებოდა ჩემ გორჩი იყვნენ და წარმატებით რო დასრულდა ერთად ვიზეიმეთ და დღეს უკვე ესეთი ჯანმრთელი და ბედნიერად აგრძელებს მეგი ცხოვრებას და თინათინის არა მხოლოდ მარტო თინათინი მთელი ოჯახია ჩართული ჩვენს ცხოვრებაში და თინათის იმდენი რამე გაუკეთებია ჯერ მარტო ის რომ მეიმედება და რო დაურეკავ ეს დიდი ამბავია მე როგორც მე მეიმედება და თან კიდე ამბობს რომ აქ მშენებლობის დროს არა მხოლოდ მშენებლობის დროს როდესაც ჩვენ ამ ტერიტორიას ვასუფთავებდით მაშინაც კი ეხეს ესეთი ის იყო რომ ვასუფთავებდით ანუ იმ დღიდან როდესაც ვამბობდით აი აქ იქნება ეს აქ იქნება ის და უკვე აქ ვართ ანუ იმ დღიდან და მინდა გითხრათ კიდე თინათინმა ყველაზე დიდი ისეთი საჩუქარი რაც ნუ ჯერ თვითონ ძალიან დიდი საჩუქარია ჩვენი მაგრამ ძალიან კარგი რამ გაგვიკეთა მოგზაურობა უცხოეთში საბერძნეთში ვიყავით ორჯერ ერთ-ერთ კუნძულზე ქალბატონი ირმასთან ირმას იცნობდა თინათინი ანუ მან მოუყვა ჩვენ შესახებ შემთხვევით გავიცანი ბერლინში ხო დიახ და მოუყვა ჩვენ შესახებ და დაგუპატიშა კი იმის რომ დაგუპატიშა ბილეთები ჩემ და ქალბატონ სვეტლანას იცნობდა შეუძინა ბავშვებს გასაყვარელი დაყავს ვინც არის ნახეთ და გაიცანეთ ხო და აი ჩემი დიდი დახმარება და დამსახურება იყო პირველი მოგზაურობით აი იმ მოგზაურობისას დიმიტრი არ არის ამ ქვეყნად არ არის ეკა და ყველაზე ბედნიერი დღეები რაც მათ უცხოვრიათ დედამიწაზე იყო ეს დღეები და აი იმხელა ემოცია იყო მათთვის და ჩემთვისაც ნუ რომ არა თინათინი რა თქმა უნდა მე ამას ვერ გავაკეთებდი ვერც კი ვერავის ვერ თხოვდი თინათინი უფრო თხოვს ჩემი ჩემი ბავშვებისთვის რაღაცა უფრო გაბედულია მე ვერ ცოტა მერიდება ხუცით ეხა ამან მომინდომა გაბრენა ბავშვებში ხო და აი ამ დროს ხვდები რომ სულ ზარგვი გაწყვეტილი და ასეთ არ არსებობს მჭირდება თინათინი უფრო ესე მაგევა ჩვება ისე მოიწოდოს ბავშვები
ბავშვებს ჭირდებათ. ამ შემთხვევაში აი საერთოდ ხო გეუბნებით, მე როდესაც სპონსორი დაგჭირდა პირად ღონისძიებაზე, რო შევედი ერთ-ერთ კომპანიაში, ისე ვინერვიულე, რომ გამოვედი, სარკე იყო და რომ გავიარე და წითელი ვიყავი, პასუხის გასაგებათაც არ დამირეკავს, იმდენად ვერ წარმოვაჩინე და მე კონტრასტი გავაკეთე, როდესაც ბავშვებისთვის თხოვდი, იმდენად თამამა და თავდაჯერებულად შევდიოდი, რომ ეს თქვენთვის არის კარგი, თქვენ მე რეკლამას გიკეთებთ, თქვენ ქველმოქმედებაში გეთქვით, ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ და ესე ვიყავი, მაგრამ საქმე დღემდე არ შემიძლია და ძალიან სწორია, იმიტომ რომ რეალურად როდესაც რაღაცა საქმეს აკეთებ, რაც მომდა მე ბევრი ადამიანი უნდა იყოს ჩართული, ხო? თუნდაც ეს ირმას თემა როგორ იყო? ანუ ბერლინში აღმოჩნდა, შემთხვევით ხო არაფერი არ ხდება, ყველაფერი არის ზემოთ ღმერთისგან დაწერილი. როდესაც ბერლინში შემთხვევით აღმოჩნდი, იმიტომ რომ იმ წელს იყო რამდენიმე მოდისკვირეული გავიარე, უკვე დაღლილი ვარ და მაიკო მიქაშავიძე მირეკას, ჩვენი საყვარელი მაიკო მირეკას, რომ თინ შოურუმზე მივდივარ ბერლინში, ხო არ წამოხვალ? მეთქი მოდი, წამოვალ, იმიტომ რომ ბერლინში არ ვიყავი ნამყოფი, დავადეთ თავი წავედით და მოხდა ისე რომ იქ შოურუმში გავიცანი ქალბატონი ირმა და ირმას რაღაცა რომ ველაპარაკებოდი მე ხო ყველგან გამარჯობა როგორ ხართ რაღაც და პირდაპირ ვიწყებდი ბერი ანდრიას ფონზე საუბარს ანუ ეს ხო ყველა ეხებოდა თემას არ ეხებოდა პირდაპირ ჩემი დათქვაბი იყო აი ესე იცით ბერი andrias ფონდი და რომ მოუყევი ამ ქალბატონს კუნძულ ზანტეზე ზაკინტოზე აქვს სასტუმრო და მიგვიწვია და აი მითხრა რომ აი თუ ჩამოხვალთ მე ყველაფერს გაგიკეთებთ ყველაზე საოცრება ის იყო რომ იქ მოდიოდა ისეთი ხალხი ჩვენთან ხო კუნძულის გუბერნატორი ანუ ხმა გავარდა ხო სენა მეორე პარლამენტის წევრები ჩვენთან ერთად ერთობოდა რაღაც ფილმებში მონაწილეობდნენ დაახტოდნენ შოკირებულები ვუყურებდით მე რომ გავულებოდნენ ამ ხელა სტატუსი ქონდა ამ ხალხს და აი ისე იყვნენ ჩართულები ამ პროცესში რომ ნარიც ეს ბედნიერება იყო და მე მახსოვს ძალით ჩემიყვანე წყალში არ მდოდა არა მეთქი არ მაინტერესებს დავცურავთ და აი სუ ძალად ჩავიყვანე წყალში მე ძალიან მიყვარდა რა თქმა უნდა სოხუმელი ვარ და ზღვა და ძალიან ისეთი იყო ბავშვებისთვის ფილმიც რო გადაიღეს ბავშვებმა რაღაცა ძალიან გაერთნენ იხუმრეს და რაღაცა თან იქ ფილმში ვამბობთ რომ აი რაღაც თანხას აგროვებდნენ თითქოს ხო მე მგონი და სახლი უნდა ავაშენო ძალიან კარგად რაღაცნაირად ისეთი თბილად გამახსენდება და ყველაზე ის რომ ჩემი დიმიტრისთვის იყო დაუვიწყარი მოგზაურება და ჩემი ეკასთვის ორივე აი იმ ბავშვებიდან ამ ქვეყნად ახლა ესენი არ არიან და ძალიან თბილად გამახსენდება, იმიტომ რომ ესე ერთ-ერთმა მითხრა რომ ეხა მე რო კიბო არ მქონოდა, აბა ან აქ საიდან მოხდებოდი, ან ამდენამე სად ვნახავდი. ამას ამბობენ ძალიან ჩვეულებრივად. კი, ძალიან ჩვეულებრივად და ეს ჩემთვის იმხელა რაღაც იყო, რომ თან კიდევ როგორ ესე პასუხისგებლობაც ხო არის, რომ ესე იგი კიდევ უნდა ავწიო, რაღაც კიდევ უფრო მეტად, უფრო კარგი უნდა გავხადო და ბედნიერი ამათვის ეს დღები და თან კიდევ ვის რო ესე იგი სწორ გზაზე ვდგევართ, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის და აი უდიდესი მადლობა მინდა ყველა იმ ადამიანს გადაუხადო, ვინც ჩემ გვერდში არის. ეხლა თინათინი აი 2011-ში გარდაიცვალა მამა ანდრია და 2012-დან აი ერთ წელიწადში უკვე დაგვიდგა გვერდში და ჩემთვის დიდი ის არის სიამაყე, რომ ესეთი მეგობრები მყავს და თან აი ამ დროსაც გავუძელით, ხო? აი ხა კი ამბობს გული დამწდა, რომ დიდი ხანი არ ყოფილა, რომ არც კი უნდა ეთქვა, იმიტომ რომ სულ ჩვენთან ხარ. ეს ფიზიკურად აქ არ ყოფილა თუ არა. სულ ჩემს გულში არის ხაზზე სულ გეგუნება რომ არსებობს ეს არის ძალიან დიდი რამ. ძალიან დიდი რამ და ამისათვის უზომო მადლიერი ვარ და მიხარია რომ ესეთი კარგი ადამიანები მყავს და არ ვიცი, აი მათთან ერთად შევწელი, რა თქმა უნდა მე მარტო აბა რას გავაკეთებდი ვერაფერს. მამა ანდრიას, რა ვიცი, სიტყვა, რომ ეს გამეკეთებია და მე აი ქმედი
ბრუნდებაში უკვე აი ამ ადამიანებთან ერთად, რა თქმა უნდა, აი ყველა ესე გვერდში რო დამიდგა და ძალიან ბევრი ბედნიერი დღე გამახსენდება ბავშვებისთვის ძალიან საინტერესოა ხა იმ რომ მიდიან ჩვენებებზე ხო რაღაც ზიხარ და უყურებაა ძალიან დიდი სილამაზე ხო მე ერთად დროს ვისხედით და ვაკეთებდით ხან სახალხო სათამაშოები და მიღბები გავაკეთეთ ერთხელ უკაცო ძალიან ბევრი და აი გაყიდული თანხაც აი ამ სახლში ხო აი ამ მე ჩართული ყავდა ხან აკადემიის სტუდენტები იმიტომ რომ ციცი ჩემი გოგო აკადემიის სტუდენტი იყო და ხან აკადემიის სტუდენტები მოყავდათ ხან დიზაინერები რომელთაც ჩვენ ყოველთვის კონტაქტზე ვართ ისინი მოყავდა ანუ ისეთი თემა იყო რომ არასოდეს ვისაც შევთავაზე არასოდეს არავის უთქვამს იმიტომ რომ ყველა ხვდებოდა ასე ვთქვათ თავის წილ პასუხისგებლობას ამ ბავშვების მიმართ, თავის წილ პასუხისგებლობას საზოგადოების მიმართ. ეს რეალურად ჩვენ საზოგადოება მენტალურად სწორად გავზარდეთ ალბათ, იმიტომ რომ მე მახსოვს ერთ-ერთ მასში რო ვახსენეთ სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვები და რო დაიწყეს ხო რაღაცა შეეცოდათ მეთქი არა ნუ გეცოდებათ იმიტომ რომ შეიძლება მაშინ ძალიან ცუდად გამომივიდა არავინ არ იცის რა გველოდება მომავალში ხო ეს არის ბედნიერი სახლი სადაც თითოეული ბავშვი პირიქით სიცოცხლეს თითოეული ბავშვი უფრო მეტად აფასებს ვიდრე მე და თქვენ მეთქი შეიძლება ცოტა უხეშად გამომივიდა მაგრამ იმდენად გაობრაზდი ეს აი შესაძოდი სიტყვა მეთქი არა კი უნდა შეგეცოდათ პირიქით უნდა იგრძნოთ რომ არავინ არ არის დაზღვეული და რაც მე კარგ საქმეს გააკეთებ ღმერთის წინაშე ის აუცილებლად მეცაც გეტყვით შეცოდებაზე საუბრობდით ახლა ყველა ადამიანი ვისაც კონტაქტი ქონია ბავშვთან რომელიც ამ სახლში ცხოვრობს და მკურნალობს ამბობს რომ ასეთი დიდი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში სხვა არ შემხვედრი არიან განსაკუთრებული ბავშვები რომლებიც ისე ციღრმეში ჩაყევხარ და ისე მიგასეირნებენ რაღაც ახალ სამყაროში რომ აზრზე ვერ მოდიხარ ეს ორი ბავშვი ვინც ახსენეთ მეგი და ლიზი კიდევ გიორგის ამბები რომელიც პარაგრაფში რომ წაიყვანეთ ანუ აქ ბავშვები რომლებსაც ძალიან მძიმე დიაგნოზი აქვს და ალბათ დასასრული ისეთი არ აქვს როგორც ჩვენ გვინდა მათი ბოლო დღეებია ყოველთვის ძალიან კარგი და ამ ყველაფერს აკეთებს დედა თინათინი სხვა მის მეგობრებთან ერთად და გადმორიცხეთ სულ მცირედი 1 ლარიც კი 13-ში რომ ამ ბავშვების აი ეს პერიოდი იყოს უფრო ლამაზი ლაღი და სიყვარულით სავსე ამაზე კარგს დედას გეფიცები ვერაფერს ვერ იზამთ. ჩვენ ის გამახსენდა ერთი ისეთი პროექტი გქონდა ერთ-ერთი მაისურებს ვკერავდით. ედით ძალიან ბევრი და ესე დავარქვით თინთინი. და ესეთი ლოგო გააკეთა თინათინმა თეთრი და შავი. ესეთი მაისური იყო თეთრზე შავად ეწერა შავზე. სად არის განაახლეთ ბიზნესი? ხედა მითხარი თეთრი თინათინი შენ ხარ შავი მე ვარ მეთქი და ესე თინთინი დავარქვით ძალიან პროექტი იყო კეთილი. თუნდა განაახლა ლოგო. ლოგოზე იცი რატო? თინათინმა იმუშავა იმ კეთილის ლოგოზე. როგორი ლოგო იყო, იცი? აი ხო, სილუეტი იყო, თავის სილუეტი იყო, ანუ და კეთილი ეწერა. კეთილი ეწერა. ხო, უნდა განა. კი, გვაქვს და ანუ ხო, აი ღრმა, ხო, სიღრმე იყო ის, რომ ვისაც ეს მაისური აცვია, ის უნებურად კეთილია. ხდები და ხო, გინდა არ გინდა, ვინც ამ მაისურს ყიდულობს, ის უნებურად ხდება კეთილი ადამიანი. აი ძალიან ბევრი რამეს ვაკეთებდით უბრალოდ რაღაც იმ მომენტისთვის იყო აქტუალური ვაკეთებდით და შემოსული თანხა ისევა ამ სახლში არის და მე ხა ხო ჩვენც არ გამომივიდა სამკერვალო მინდოდა გამეკეთებია მაგრამ იმ ოთახში ხა ტრენინგ ცენტრი გვაქვს და უფრო რაღაც სწრაფად ბევრ რამეს ვაკეთებთ და ამიტომ ეს ცოტა გავაჩერეთ მაგრამ ძალიან კარგი იყო ეგ პროექტიც და ძალიან ბევრს ეცვა თინთინი და კეთილი ძალიან კარგი პროცესი ეგეა ფოტოშორის ხო და ის გამახსენდა ეხლა ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებდი და ბევრ რამეს კარნავალებიც აი ძალიან მართლა ბევრ რაღაცას ვიგონებდით თავარი ეს იყო რომ ეს იყო ჩვენი мотиваცია ფონდის გაზრდა და გამყარება ასე ვთქვათ ფუნდამენტის იყო ჩვენი мотиваცია ყოველთვის დავდიოდით ვიგონებდით ჯერ ერთი თინათინს ქონდა ყოველთვის ძალიან საინტერესო იდეები მე ეს იდეები ახლა უმაგისობა არა რა თქმა უნდა მე ის რომ ეს იდეები აი რამდენიმე ტვინში ხარშებოდა
თქვა დახვეწა, მე თამთა თინათინი, აი ვინც სათავეში ვიდექით, ყოველთვის რაღაცა, მოდი ეს ვქნათ, ყოველთვის ისეთ მასშტაბებს იძენდა ხოლმე, რომ ეს მართლა მასშტაბური იყო და უბრალოდ მართლა იცით რა არის, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მე რა მომენტია იცით, რაც მე ამ ფონდში ჩავერთე, ძალიან სხვანაირად წარიმართა ჩემი ცხოვრება, აი ძალიან ხმამაღლა შემიძლია თქვა, კი, კეთილი ნაბიჯი გადადგას. კი, ეხლა არასწორი ცხოვრებით არასოდეს მიცხოვრია, მართალი გითხრა და ჩემი ოჯახიც ყოველთვის აი სიკეთით ცხოვრობდა და ყოველთვის ესე ვაჩვევდით ბავშვებს, რომ როდესაც შენ გაქვს ღმერთი შენ რომ გაძლევს, ის უნდა გაუზიარო, იმიტომ რომ მამა ამბობდა რომ ფული შოვნა ყველა შეუძლია, გაზიარება არ შეუძლია ყველას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და როდესაც შემდეგ შევეჭიდეთ ძალიან მძიმე საქმეებს, ჩემი ბიზნესი და ყოველთვის გრძნობდი ხოლმე ღმერთის გვერდით დგომას. აი მე რომ მოვყვე იმ სასწაულების სერია, რაც აი საერთოდ უიმედო სიტუაციაში მიგრძნია, ყოველთვის თინათინს დაურეკავდი ხოლმე და ვეუბნებოდი, რომ თინ ილოცე, ყოველთვის ილოცე ჩემთვის, იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდი, რომ ყოველთვის ლოცულობდა ჩემთვის, იმიტომ რომ შეიძლება მე ხშირად არ მაქვს იმისი დრო, რომ წავიდე, ვეზიარო, მას ვქნა რა ქვია, მაგრამ მე ვიცი, რომ ჩემი სიკეთით, ჩემი სწორი მიმართულებით და თინათინის ლოცვით ყოველთვის ის მადლი ყოველთვის წინ დამხვდება მე და ჩემ ოჯახს. მიბაძეთ და მხოლოდ მიბაძეთ. იმიტომ რომ ყველაფერი არის ის ენერგეტიკა, რასაც ვუშვებთ კოსმოსში, სიკეთე, რასაც ვდებთ, ყოველთვის ხდება ის, ყოველთვის ხდება, როდესაც სწორად ცხოვრობ, ყოველთვის ხდება ის მადლი შენზე, შენ შვილებზე და ამიტომ თუნდაც ის ერთი ლარი, სადაც არ უნდა ვიყო, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ვიყო, ყოველთვის მახსოვს, რომ ის უნდა გავაზიარო და ჩემი მეგობრებისთვის, ასე ვთქვათ, მე ვარ ლოკომოტივი ამ კუთხით და მე ამ ლოკომოტივის ფუნქციას ყოველთვის ვითავსებ, სადაც არ უნდა ვიყო, რომ ყოველთვის მახსოვს, რომ ბერი ანდრიას ფონდი არის ჩემი მეგობარი და ჩემი თანადგომის ყოველთვის დიდი იმედი აქვს. მეტი ვერაფერს დავამატებთ, მე მგონი, ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ მართლა მიბაძეთ. თუნდაც სიყვარულის გაზიარებაში, თუნდაც ყურადღების გაზიარებაში, თუნდაც იმ რაღაცა კონკრეტული ლარების გაზიარებაში, რაც მნიშვნელობა არ აქვს. რაღაცა გაეცით და თქვენ გაბედნიერდებით უფრო მეტად ვიდრე ჩვენ აქ. მომავალ 4 შაბათამდე გემშვიდობებით. ყოველ 4 შაბათს 21 საათზე ინტერნეტ გადაცემა სიცოცხლის ხედი.